ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, უფრო სწორედ ვიზიტორთა ცენტრი. რატომღაც ძალიან ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე როგორც ბორჯომის ტყე-პარკს, ბორჯომხარაგაულის ტყე-პარკს და ძალიან მინდა რომ იცოდეთ რომ ეს შეცდომაა, უნდა მოიხსენიოთ როგორც ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი ან ბორჯომხარაგაულის დაცული ტერიტორიები. ვიზიტორთა ცენტრი და აქ იწყება დაგეგმა ყველანაირი მარშრუტის. როგორც ვიცით, აქ არის 12 ძირითადი მარშრუტი, როგორც იოლი, ასევე საშუალო სირთულის და რთული. ეხლა ჩვენ ნახავთ პირველ მარშრუტს. ეს არის ნუმერაციით ნომერი 7, ხოლო ისე პირველივე მარშრუტი, რომელიც იწყება ვიზიტორთა ცენტრისგან. მისი გარშემოწერულობა არის 3 კილომეტრი და ეს არის ყველაზე მარტივი ბილიკი, ასე ვთქვათ. და ვიზიტორები, ვისაც არა აქვს ბევრი დრო, ან არიან ბავშვებთან ერთად, არჩევენ ხოლმე ამ მარშრუტს, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნათ პარკის შესახებ. 19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის რუსეთის იმპერიის სულ თლად ზემო ეშელონებში უფრო ზუსტი რო ვიყო იმპერატორის ძმა ნიკოლოზმა ჩაუყარა გარკვეულწილად საფუძველი დაცულ ტერიტორიებს. მას შემოღობა გარკვეული ტერიტორია თავადაზნაურთა სანადიროდ და დღეს სწორედ აი ამ მარშრუტს უწოდებენ რომანოვების მარშრუტს. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ეს იყო მათი საყვარელი ბილიკი, მეფის ოჯახის, ეტლებით და თანმხლები პირებით, მწევრებით და ასე შემდეგ, მთელი ამალით მიუყვებოდნენ ხოლმე ამ ხეივანს. ალბათ რამდენი სტუმარი გაოცებულა აქაური ხედების სილამაზით. აქ ხდება ვიზიტორების რეგისტრაცია და აქედან უკვე იწყება ასვლა ამ მარშრუტზე. შეგიძლიათ ცხენით, შეგიძლიათ ველოსიპედით და შეგიძლიათ ფეხით. გზად შეგხვდება ტურისტული თავშესაფრები, მაგრამ ეგეც თქვენი ამორჩევის მიხედვით. შეგიძლიათ არ გაათიოთ ღამე თავშესაფარში და კარავი დასცეთ. მთელი ბილიკის ტერიტორიაზე არის აი ასეთი საკემპინგი ადგილები, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ ღამე გაათიოთ. ადგილი ცეცხლის დასანთებად, ნაკადული, რომელიც შეგიძლიათ სასმელადაც იხმაროთ და ნუ დაგავიწყდებათ შემდეგ ელემენტარული ნორმები, რომ წყალი დაასხათ ცეცხლს თქვენ შემდეგ და ნაგავს ნუ დატოვებთ. საბედნიეროდ აგერ ურნებიც არის, რაც ყოველთვის დეფიციტია მსგავს ადგილებში. აქ იწყება, იტოტება გზა, ერთი ადის საფეხმავლო ბილიკი, რომელსაც ცხენითაც შეგიძლიათ გაუყვეთ და მეორე სამანქანო გზა, რომელზეც ველოსიპედით შეგიძლიათ იმოგზაუროთ. გარდა საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკებისა, როგორც ხედავთ, მშვენიერი ტრასაა ველოსპორტის მოყვარულთათვის. მიუხედავად იმისა, რომ მე შორს ვარ სპორტული ველორბოლებისგან, მოყვარულადაც კი ძლივს ჩავითვლები, მაგრამ მეც კი არ მიჭირს. ძალიან იოლი გზა არის და სასიამოვნო. არ დაგჭირდებათ ბაიკის თბილისიდან წამოღება, აქვე შეგიძლიათ ინფოცენტრში დაიქირავოთ. შვენიერი მთის ბაიკებია, მინდა გითხრათ. თუმცა ვინც მეტი ადრენალინის მოყვარული ხართ და უფრო რთული მარშრუტები გაინტერესებს, ამისთვისაც მშვენიერ ადგილებს იპოვით. აქ ზევიდან უკვე იწყება რთული მარშრუტი.
რომანოვების ბილიკის გასწვრივ უამრავი ცივი ანკარა წყაროა. არ გავიწყდებათ ალბათ სადვიმყოფებით. სახელი აქაურობისა ბორჯომი მთელი მსოფლიოსთვის სწორედ წყლითაა ცნობილი. ამ შემთხვევაში მინერალური წყლით, მაგრამ წყაროებიც, როგორც თქვი, არის უცივესი და ანკარა. ამ წყაროს ადგილობრივები ბანძელას წყაროს ეძახიან, ხოლო ტურისტებისთვის ცოტა ლამაზად რო ჟღერდეს რომანოვების წყაროს. ბორჯომ ხარაგაულის ტყე-პარკი არის პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ეროვნული პარკი საქართველოში და მთლიანად კავკასიაში. იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაშიც. მისი საერთო ფართი შეადგენს 85,000 ჰექტარს. ხოლო მთავარი ფასეულობა, რა თქმა უნდა, არის ტყე. ამ ტერიტორიის 75% უკავია ტყეს. ხოლო ამ 75%-დან ნაწილი არის ხელუხლებელი შერეული ტიპის ტყეები, გვხვდება აგრეთვე რელიქტური კოლხური ტყეების პატარ-პატარა მასივები, დელოების სუბალპური და ალაგ-ალაგ შეხვდებით დეკიანს. მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთიდან იდეალურად მოსჩანს ლომას მთა. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ადგილი ბორჯომ ხარაგაულის პარკის ტერიტორიაზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2200 მეტრს და ივნისში ყოფილა, ივნისის დასაწყისში ძალიან ამოდსაცქერალი, რამე თუ როდოდედრონი არის ასეთი მცენარე, იწყებს ყვავილობას. როდოდედრონი არის დეკასებრთა ოჯახიდან ერთ-ერთი მცენარე. ამბობენ, რომ კარგი ამინდის დროს იალბუზი მოსჩანს და შეიძლება თუ გაგიმართლათ შავ ზღვასაც კიდოთ თვალი. ზონირების მიხედვით ლომის მთა შედის ეგრეთ წოდებულ გამოსაყენებელი, პრაქტიკულად გამოსაყენებელი ზონის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია საძოვრად გამოყენება ამ მთის. ეს გახლავთ რეინჯერთა თავშესაფარი. შეშაკი მოუმარაგებიათ, კოხტად. რაღა დაგიმალოთ და ერთი თვე გავმაგრდებოდი ამ სახლში. ზამთარ-ზაფხულ აქ მორიგეობს რეინჯერთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას ამ ტერიტორიის. ბრაკონიერებს არ აჭაჭანებენ, ხოლო ტურისტებს ეხმარებიან. გამიგია ძველად ყოფილა ასეთი ხელობა ცაზე ნიშნების წაკითხვის, ანუ ფრინველების ფრენის მიხედვით ვითომ მომავლის ნახას იგებდნენ ძველები. აჰა, მშვენიერი ადგილია მაგისთვის. ჩამოჯექით სადმე და უყურეთ ცას. 217-მდე სახის ფრინველი ბუდობს ბორჯომ ხარაგაულის პარკის ტერიტორიაზე. მათგან 13 არის შესული საქართველოს წითელ ნუსხაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი მლოკოსევიჩის როჭოს და კასპიურ შულს. აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი. სწორედ ეს არის ძირითადი სავიზიტო ბარათი აქაური ტყეების. ეს რაც შეეხება წიწვოვანებს. და სულ მაინტერესებდა ერთი ამბავი. პრიბალტიკა ხო ყველაფერში გვჯობნის, ჩვენზე ადრე შევიდა ევროკავშირში, ჩვენზე ადრე შევიდა ნატოში. იქაური ფიჭვის გამონაყოფი ეს წებო არის, მაქედან გამოდის ქარვა და ჩვენი ნაძვის გამონადენი მხოლოდ საღეჭრეზინად იხმარება. მახსოვს ბორჯომში ალბათ ყველას გიყიდიათ, ორნაირი იყო ნაძვის და ფიჭვის. რომელი იყო არ მახსოვს, ერთი უფრო მაგარი იყო და მეორე რბილი და მოვარდისფრო. ხარშავდნენ ხოლმე რძეში თუ სწორად მახსოვს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას, კერძოდ ფაუნას ამ შემთხვევაში განაპირობებს გეოგრაფიულ ბოტანიკური სარტყლების სიმრავლე. 4 ძირითადი სარტყელია აქ. ეს არის კოლხური, ცენტრალურ კავკასიური, წინააზიური და მცირე აზიური. სწორედ ეს მრავალფეროვნება განაპირობებს მრავალფეროვნებას ფაუნისას. აქ გავრცელებულია უნიკალური რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. დაცულ ტერიტორიაზე წმინდა ნაძვნარის, სოჭნარის და ფიჭვნარის მასივებია თავმოყრილი. ტყის ეს მონაკვეთები ზღვის დონიდან 1400-1800 მეტრის ფარგლებშია გავრცელებული. ფართოფოთლოვანებიდან სჭარბობს მუხა და რცხილა. ქვედა სარტყელში, ზედა სარტყელში წიფელი. ხშირად ხდება აგრეთვე წითელ წიგნში შეტანილი წაბლი. აგრეთვე კოლხური ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე მცენარეები: შქერი, იელი, წყავი, ჭყორი, ასევე კოლხური სურო და სხვა. ხოლო რაც შეეხება საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებს, აქ ხდება წაბლის გარდა ხდება უხრავი, ჯონჯოლი, აღმოსავლური მუხა და შიშველი თელამუდა. აგრეთვე იმერული ხეჭრელი, უთხოვარი, პონტოური, კავკასიური დეკა, წყავი, ბაძგი, კოლხური სურო და სხვა. გამიგია რომ რაჭის რაღაც რეგიონში და სხვათა შორის ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ტერიტორიაზე ცხარობს რომელიღაც წიწვოვანი მცენარე, რომლის გირჩები ძალიან პოპულარულია. გააქვთ ეს გირჩები საზღვარგარეთ, მე მეგონა რომ საჭმელი დანიშნულებით გაქონდა და აღმოჩნდა რომ სათესლად გააქვთ, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც ის თესლები, რომელიც არ ვარ გახალავენ და ალბათ კარგი მისაყოლებელი იქნება ხევსურულზე ეჭვი მაქვს. მართალია, ეხლა სეზონი არ არის, მაგრამ მაინც უხვად არის სოკოები. ცნობილია ეს ადგილები თავის სოკოებით, სწორედ აქ ამ ქედის გაყოლებაზე იზრდება ცნობილი და ჩემი საყვარელი ნიყვი, ხარაგაულისკენ ოღონ. ამ ტყეში გვხდება ნიქლიო, წითელქუდა, ეგრეთ წოდებული მასლატა და რამდენიმე შხამიანი ჯიშის ნაირსახეობაც. აი ახლა თქვენ ხედავთ ეგრეთ წოდებულ მუხამორს და ნუ ეცდებით ნურას დროს ამის შეჭმას. მახსენდება ბოლო ფილმი ჯიმ ჯარმუში, სადაც სოკოებზეა ლაპარაკი, როდესაც ამბობენ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით სოკოების შესახებ. ერთი მოსახვევი, ერთი პატარა ბორცვი და უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილას ვართ, ტურისტების თავშესაფართან. რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმსგავსებას, ამ მხრივ ეს პარკი არის ერთ-ერთი პირველი კავკასიაში. 2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის პარკს მიენიჭა სტატუსი. არსებობს საკმაოდ პრესტიჟული ორგანიზაცია ასეთი PAN Parks და სწორედ ამ ასოციაციის წევრი გახდა ბორჯომ-ხარაგაულის პარკი 2007 წელს. როგორც იქნა ამოვახციეთ ჩვენი დანიშნულების საბოლოო წერტილამდე. ეს არის ტურისტების თავშესაფარი. აქ შეგიძლიათ გაათენოთ ღამე, არის 12 ადგილი და აქედან გზა იყოფა 3-ად. აქედან შეგიძლიათ ახვიდეთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების უმაღლეს წერტილამდე, რომელიც 2600 მეტრია ზღვის დონიდან. მეცხვარეთა მთას ეძახიან. აგრეთვე ერთი გზა გადადის ახალციხეში და ერთი გზა ხარაგაულში. აბასთუმანშიც არის თეორიულად აქედან მოხვედრის შანსი, მაგრამ
თუ გამოცდილი გამყოლი არ გახლავთ, მე არ გიჩევთ ამ ტრიპს. და აქედან იშლება საუცხო ხედი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებიდან. ბოლომდე რომ გამოვავლინოთ ჩემი გეოგრაფიული ცოდნა, ეს ადგილი გამოდის კავკასიონის ყელის შუა ნაწილი, კავკასიის მთების აღმოსავლეთ კალთები. და ნუ დაიზარებთ, აუცილებლად ამოდით და მოინახულეთ ეს ტერიტორია. ამის გარდა ხოვამობ კიდევ არის 12 მარშრუტი, ერთი მეორეზე ლამაზი ყველა, ასე რომ ნუ დაიზარებთ, ამოდით, წამოიყვანეთ ბავშვები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მასპინძელია კაფე სტრადა სანდრო ეურის ნომერი 7. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიცი. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ხარაგაულის პარკი მოვინახულეთ და თქვენზე კომპეტენტურს ნაკლებად ნახავდით, რომ გვესაუბრა მის ფლორასა თუ ფაუნაზე. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაც შეხება კომპეტენტურს, ძალიან ბევრი ბიოლოგი, ზოოლოგი მუშაობდა, ასე რომ თქვა ამ ხრივ ნამდვილად არ არის კომპეტენტური ადამიანების ნაკლებობა საქართველოში. მაინც თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა, მაგმიდა მოვა. ჩემი როგორც მე გახლავართ მსხვილი ძუძუმწოვრების სპეციალისტი და ამიტომ შემიძლია ძირითადად უფრო მსხვილ ძუძუმწოვრებზე ვილაპარაკოთ. თან იქიდანაც გამომდინარე, რომ მსხვილი ძუძუმწოვრები მაინც ყველაზე უფრო ასე ვთქვათ დიდი ინტერესის დიდი ინტერესის სფერო არის ხოლმე. ანუ ყველას რომელიც დღეში მიდის პირველ რიგში აინტერესებს ნახოს, მაგალითად დათვი, ირემი, არჩვი ესეთი ცხოველები. ამიტომაც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ ესეთი სახეობის შენარჩუნება, რასაც ასევე უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება კიდევაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. და მისი შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ მსხვილი ძუძუმწოვრების შენარჩუნება იყო. მათ შორის კეთილშობილი ირმის, რომელიც გადაშენების პირას არის. და თქვენი ინფორმაციით, რაც გაიხსნა ეს პარკი იმატა პოპულაციამ. რა თქმა უნდა, თუმცა დავიწყოთ, რომ საერთოდ რა მოხდა, რატომ მოხდა ირმის ესეთი კატასტროფული შემცირება, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, საქართველოში ირემი ყოველთვის მცირერიცხოვანი იყო, ხოლო რამოდენიმე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციისაგან შედგებოდა, ვიგულისხმობ საქართველოს საზღვრებს და მხოლოდ 90-იან წლებში კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, როდესაც ბრაკონიერობა ზენიტს მიაღწია, სადაც ხდებოდა აბსოლუტურად ბრაკონიერობაც არ იყო, ხო ჩვეულებრივი ხოსვაჟლეტა და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ბორჯომის მაშინდელ ბორჯომის ნაკრძალში ირმის რაოდენობა სადღაც 40-მდე დაეცა, ლაგოდეხის ნაკრძალში ეს იყო სადღაც 80-მდე, იქ უფრო მაინც უფრო მაღალი პოპულაცია იყო და სწორედ ეროვნული პარკის შექმნა გადაარჩინა ორივე შემთხვევაში ირემი. კონკრეტულად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის დღეს სადღაც ალბათ 350 სული ირემი ყავს, რომელიც 40-დან 350 სულამდე ასვლა სწორედ ეროვნული პარკის დამსახურება არის და მატება ასევე გაგრძელდება, რა თქმა უნდა. საკმაოდ ხელშესახები. დიახ, რა თქმა უნდა, როდესაც თვალში საცემიც არის, როდესაც ტყეში მოძრაობ, იქ რამდენად ინტენსიურად ხდება თვითონ ცხოველი, თვითონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მისი ლანდშაფტიდან გამომდინარე, მისი მცენარეული საფარიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად გადასაადგილებელია, ასე ვთქვათ,
დანახვა ცხოველის დანახვას შორმანძილზე საკუთარ რთულს წარმოადგენს, იმიტომ რომ წიწვოვანი მცენარეებით არის დაფარული ეს ყველაფერი, ამიტომ ხედავება ძალიან მოგეზღუდულია, ამხრივ, ამიტომ გაცილებით, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებსაც ცხოველი გადაადგილების დროს ტოვებს და რომელთაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და გავარკვიოთ, ანუ რამდენად რა რაოდენობით რიცხოვნობა არის, ხება, აი რამდენად ჭარბად არის ცხოველი, აი რამ არის იშვიათია თუ მატულობს მათი რიცხოვნობა, ესეთი ინდიკატორები, ესეთი ინდიკატორები. დათვლა როგორ ხდება მათი სულადობის? ნუ დათვლა სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი მეთოდი ეს გახლავთ ყვავილობის დროს დათვლა, როდესაც ხდება უკვე თითოეულ ადგილებზე, ამ შემაღლებულ ადგილებზე საფრთხებით ხოლმე და ველოდებით, როდის დაიყვირებს ირემი, ეს ყვავილობა ხდება სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც გამრავლების პერიოდია და ხარირემი ძალიან ინტენსიურად ყვირის ბღავის. შეიძლება ორი ფუნქცია აკისრია ყვავილობას, ერთი არის, რომ მოწინააღმდეგე ხარები განდევნოს ტერიტორიიდან და მეორე არის, რომ მოიზიდოს ფურები. ამიტომ ეს ხმებით განსხვავებულია, რომელსაც ეს განსხვავება ძალიან ისეთი ფაქიზი აპარატურა არ გვაქვს ხოლმე, თქვა ადამიანის ფურისთვის შეიძლება ეს ხშირ შემთხვევაში გაურკვეველიც იყოს. და სწორედ ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღვრიცხავთ ყვავილების რაოდენობას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებლად უნდა მოხდეს მიპარვა და დადგინდეს ჰარემში, ეს ჰარემს ქმნის, ანუ რამდენიმე ფური ყავს ერთ ხარს, ჰარემში ინდივიდების რაოდენობა, რამდენი ფური არის, რამდენი ნაშიერი არის, რამდენი სხვა ხარი შეიძლება იყოს მიკეთლებული, რომელსაც ჩუმხარებს ეწოდებენ და შემდეგ აი აქედან გამომდინარე შეიძლება მოხდეს მათი აღრიცხვა. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. არსებობს მეთოდი, ეს არის თოვლზე კვალის რაოდენობით აღრიცხვა, როდესაც ამას ესეთი გზაზე, როდესაც ხდება გადაკვეთები, ამ გადაკვეთების რაოდენობის აღრიცხვა და გარდა ამისა არის აღრიცხვა ექსკრემენტების საშუალებით, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში ყველაზე ინტენსიურად ვიყენებთ, რადგანაც საკმაოდ ზუსტი არის და ნაწოლები ეგრეთ წოდებული ეს კვალის ნაწილია. ეს არის ინდიკატორი, არა, ნაწოლები ეს არის თვითონ ცხოველის არსებობის ინდიკატორი. ნაწოლების მიხედვით აღრიცხვა შეუძლებელია. იდენტიფიკაცია ვერ მოხდება ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად არც არსებობს რაიმე ინდექსები, რომლებიც ნაწოლებთან იქნება დაკავშირებული. აი ექსკრემენტებთან ესეთი ინდექსები არსებობს. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ანუ დღეში რამდენჯერ გადის კუჩში მაგალითად ირემი ან შველი. ეს რა თქმა უნდა ეს მათი ბიოლოგიის განუყოფელი ნაწილი არის და საკუთარ აი ამ ინდექსებიდან გამომდინარე შემდეგ ხდება რიცხოვნობის აღრიცხვა. და ის პრაქტიკა თუა დანერგილი, მე მინახავს უცხოურ ტელეარხებზე, აი ეგრეთ წოდებულ თანამგზავრით დაკვირვება, როდესაც რაღაცას მის სხეულში ათავსებენ. დიახ, ეს არის საყელური გაჩნდა ცხოველს, ზოგ ცხოველში შიგნით სხეულში ხდება ამის და მოთავსება ზოგ საყელურები არის, ირმების შემთხვევაში აქ ჩვენთან ეს რაიმე ცხოველზე დანერგილია. აი ჯეირნებთან, როდესაც რეინტროდუქცია მიმდინარეობს, მათ სატელიტური საყელურებით არიან აღჭურვილები, ასევე მიდის დაკვირვება არა მარტო ესეთი სხვადასხვა სისტემები არსებობს, ასევე GSM, GPS სისტემებიც არის, ესეთი მგლებზეც მიდის მუშაობა, დათვებზეც ასევე ფრინველებზე მიდის ესეთი მუშაობა, აი ირმებზე ჯერჯერობით ჯეირანი ახსენეთ, მე ვიცი რომ ხელოვნურად ხა როდესაც გაუშვეს ჯეირნები, მათ ისინი საყელურებით აღჭურვილები იყვნენ, რომლებიც ინფორმაციას იძლევა მათი გადაადგილების. საქართველოში რომელი იყო ძირითადი არეალი მათი ცხოვრება, გარდაბნის აღკვეთილის, თლიანი არიდული ნაწილი, რაც არის, ან თბილისამდე მოდიოდა მათი გავრცელების საზღვარი ჯერ კიდევ 50-იან წლებში. შემდეგ უკვე განადგურებული იქნა ადამიანის მიერ. ეგეც იგივე პროგრამაც ირენთან იგივე. ეს უკვე მიზანმიმართული დევნა იყო საძოვრების ათვისების გამო. ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა 50-იან წლებში, სადაც ესეთი მიდგომა იყო, რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო ადამიანისათვის და თუ ის ხელს უშლიდა ადამიანს, იმ წარმოდგენას მაშინ არსებობდა, ის განადგურებას ექვემდებარებოდა და შესაბამისად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ცხოველი დევნის ობიექტი იყო, არა მარტო დაცემლები, არამედ შეხოსნებიც კი. იგივე საიგაკი, რომელიც ასეთივე ძალიან დიდი საქართველოში არის, მაგრამ შუა აზიაში საკუთარ დევნას განიცდა როგორც ხრის კონკურენტი. ისეთივე შემთხვევა იყო, როგორც ჩანს ჯეირანი საქართველოში. თუმცა აი როგორც ჩანს, ესეთი დოკუმენტირებული მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს. ჩვენ ვიცით რომ 50-იან წლებში ჯეირანი მოდიოდა თბილისამდე და მე აღარ მოდის. აი ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ არსებობს ხოლმე. თქვენ ახსენეთ, რომ ძირითადად ორი ბორჯომხარაგაულის ტყე-პარკი და ლაგოდეხში, სადაც იყო კეთილშობილი ირმების პოპულაცია.
მე როგორც ვიცი, საგურამოს ნაკრძალშიც ისიც როგორ არის, მე ვთქვი პოპულაცია, ანუ პოპულაცია იგულისხმება, ანუ ცხოველების ეს უხეშად რა თქვა ჯგუფი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობა გააჩნია, ანუ მას შეუძლია გამრავლდეს, აი დანარჩენ ადგილებში არის ხელოვნურად გაშვებული იყო თუ როგორ? არა, ხელოვნურად არ არის, არ იყო გაშვებული, უბრალოდ იმდენად მცირე რიცხოვანი არის, რომ მათი სიცოცხლის უნარიანობა ფაქტიურად არ არსებობს. ის შეიძლება გამოჩნდეს, ეს შეიძლება შემოვიდეს საიდანვე, შეიძლება გაქრეს. ამიტომ სწორედ აი ესეთი სახეობები, აი თქვათ იგივე საგურამოს ნაკრძალში საკუთარ ფართოდ იყო იგივე 60-იან წლებში გავრცელებული ირანი. ასევე იყო ლიახვის ნაკრძალში გავრცელებული. ძალიან ბევრგანი იყო ეს. ძამის ხეობა. დიახ, ძალიან ბევრგანი იყო, მაგრამ შემდეგ შემცირდა. აი თუშეთში მაგალითად წელს ისევ შარშან. თუ შარშან წინ პირველად აფიქსირებული იქნა სწორედ 2012-ში თუ არ ვცდები. ხო, გარემოს დაცვის გვერდზე მოვკარი თვალი მაგ ინფორმაციას და მე ფოტოხაფანგების საშუალებითაც იქნა გადაღებული. ასევე შეიძლება ხევსურეთშიც გამოჩნდა, თუმცა იმ ლაპარაკი იმაზე რომ თქვა აღდგა უკვე ირმის პოპულაცია ჯერ ძალიან ადრე. გამოჩნდა შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ გადასმიგრირების შემოვიდა და შემდეგ წავიდა და ხო ესეთი უამრავი შემთხვევები ხდება ხოლმე და როგორც წესი ეს არ ითვლება რეზიდენტულ პოპულაციად, მას აქვს თავისი ნიშნები. პირველი ნიშნები ეს არის ტერიტორიულობა ცხოველის, ანუ ის არის დამაგრებული ამ ტერიტორიაზე და ნუ რაღაცა გარკვეული ნიშნები არსებობს მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონში. აი ეს თეთრი ნიშანი სწორედ ეს გახლავთ. თვითონ ცხოველი შეიძლება ვერ ნახო, მაგრამ აუცილებლად რომ განსაკუთრებულ ზოჩილიქოსნებზეა ლაპარაკი, აი მათი ექსპერიმენტები აუცილებლად იქნება მოპოვებული. გარდა ამისა, ყველალობის დროს ისინი აქტიურად ნიშნავენ ხეებს რქებით. ანუ კანსაცლიან, ეხახუნებიან რქებით, ესეც ძალიან კარგი ნიშანია, სწორედ ეს უკვე განსაზღვრავს მათ ტერიტორიულობას, რომ ამითი ხარი ნახდება ტერიტორიას, ყველას რომ ეს ჩემი ტერიტორიაა. ჯირკვლებია, რომელიც სუნს გამოუწევს. ის ტოვებენ ტოტებზე ამ თვალის ქვედა ჯირკვლების საშუალებით, ძალიან ისეთი ძაფრი სუნის მქონე ნივთიერება არის. ეს ყველაფერი არის სიგნალი, ასე ვთქვათ, სხვა ხარებისთვის, რომ ეს მის ტერიტორია. ეს ქცევა არის მაშინ, როდესაც სიბჭიდავე გარკვეულ ეტაპს აღწევს. თუ ერთი ან ორი ხარია, შეიძლება ეს საერთოდ გამოვლინდეს, იმიტომ ისედაც მისია ეს ტერიტორია. ძალიან საინტერესო დაკვირვებებია. არ შემიძლია არ კითხოთ უშუალოდ ზოოპარკზე, ამ რამოდენიმე ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ გადაცემა ქალაქის რეკრეაციულ ზონებზე და ზოოპარკშიც ვიყავით. რა მდგომარეობაა დღეს? ნუ ზოოპარკში, ვიცით, ალბათ ამას შესახებ ალბათ სხვაებმა უფრო უნდა ისაუბრონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი აზრით მდგომარეობა ნორმალურია. თუნდაც ეს ვთქვათ არაჩვენი შეხედულება, არამედ ეს არის ვთქვათ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც როგორც ყველგან ასე ჩვენთანაც არიან, ასე რომ ზოოპარკს ყავს თავისი ასე ვთქვათ მენტორი, დამკვირვებელი ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაციიდან და შესაბამისად მისი შეხედულებაც ესეთი არის და თუნდაც ის რო ავიღოთ, რომ კარგად მრავლდებიან ცხოველები, ყავს ახალი ცხოველები, რომლებიც ჩამოვიყვანოთ, ჩნდება ახალი ვოლიერები. ყავს მე ვთვლი, რომ სულად არ მიდის ყოველ შემთხვევაში საქმე. გამრავლება ახსენეთ, რომ ბოლოს რა შემატება ნუ გაზაფხულზე ჩვენ მქონდა ესე ვთქვათ აფეთქება ნაშიერების რაოდენობის მიხედვით ყველა გამრავდა, ნუ ახლა შესაბამისად მოვალ გაზაფხულამდე შემცირებულია. მეტი ბოლო დაიბადა იაკი. აქედან როგორც ჩანს წელწლევანდელი ეტაპი დავამთავრეთ. განარჩენები მომავალ წელს ნახოთ იმედი გვაქვს. ნუ წელს იყო გატება თეთრი ვეფხვის, უსურიის ვეფხვის, თეთრი ლომების, ჩვეულებრივი ლომების ყველას ნებისმიერ ყველა ცხოველი ასე რაც ჩამოთვალეთ ყველაფერი მაიმშობია. კი, და ეს ბოკვერები ყავს და ეხლა უბრალოდ პრობლემა გვიდგას, რომ სად წავიდეს ამდენი ცხოველები. თუ რა თქმა უნდა, ყველას მოეძებნება თავის ეს არ გახავთ ის ცხოველები, რომლებიც დაბინავების პრობლემას არსებობდეს. ყოველ დღე ახალ გზაზე მიწევს ხოლმე ჩამოსვლა და მაინც რაღაც გული მტკივა, მეტი ტერიტორია სჭირდება, ფიქრობ ზოოპარკს, მცირე ტერიტორიაზეა განთავსებული და ვიცი რომ გეგმაშია და აი მაინტერესებს. ნუ არა მარტო გეგმაშია, ტერიტორია გამოყოფილია თბილისის ზღვაზე, ეს არის დაახლოებით 50 ჰექტარამდე ტერიტორია, რომელიც უკვე კარგი დიდი ზოოპარკისთვის არის, თუმცა ჯერ ამ ტერიტორიის ათვისება არ დაწყებულა, აი ახლა ვიწყებთ უკვე ზოგიერთ ისეთი სახეობებისთვის, ასე ვთქვათ, სამუშაო ვოლიერების მომზადებას, რომლებიც უკვე უშუალოდ ასე ვთქვათ გამრავლებისთვის იქნებიან და თქვათ ეს არ იქნება განკუთვნილი თქვათ ექსპოზიციისთვის, ანუ დათვალიერებისათვის. ჯერ ამ ეტაპზე ალბათ ამით უნდა დაკმაყოფილდეთ, მერე ვნახოთ. არა, ის მაინც მახარებს, რომ აი არ არის ლოდინი იქ რო გადავალ და აქაც სადაც არის განთავსებული, ძალიან ინტენსიურად ხდება სამუშაოები და კარგად. იცით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუნდაც დღესვე რო დაიწყოს მშენებლობა,
სულ ცოტა ამის ყველაფრის აშენებას და შემდეგ ცხოველების გადაყვანასთან იკომბინოს, სულ 5 წელი მაინც დაჭირდება. ეს არის ძალიან თქვათ ოპტიმისტური გათვლა, 5 წელიც კი. რადგანაც თითოეული ცხოველის ვოლიერი ძალიან სპეციფიკური ნაგებობა არის და ძალიან ბევრი დეტალები არის გასათვალისწინებელი, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად დროს მოითხოვს და თქვათ გარკვეული სპეციალისტების გარკვეულ რაოდენობასაც მოითხოვს. თორედ ამიტომ ახაც უნდა განვითარდეს. აი ძალიან ბევრ ქვეყნებში ეს თბილისის ზოოპარკი არის კლასიკური სიტი ზოოპარკი, ანუ ქალაქის ცენტრში მდებარე ზოოპარკი. ძალიან ბევრგან არის, არ ვიცი მე შეიძლება ვერც გავიხსენო ქალაქი, რომელშიც ესეთი ზოოპარკი არ არის. ძალიან ბევრგან არის ესეთი ზოოპარკები. დამაც თავიანთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა სახეობების ყველა შეზღუდულია რაოდენობა. და შესაბამისად ესეთ ზოოპარკებს ყოველთვის აქვს უფრო დიდი ზოოპარკი ქალაქის განაპირას, ან უფრო ფართო ტერიტორიაზე. კლასიკური მაგალითი არის ანტვერპენის ზოოპარკი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლიოში, ითვლება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ქალაქის ცენტრში მდებარეობს რკინიგზის სადგურის გვერდზე ზოოპარკი, რომელიც ჩვენ ზოოპარკზე დიდი არ არის ფართობით, მაგრამ ნუ აქ ყველანაირი სახეობები ყავთ. და გარდა ამისა, მათ აქვს ძალიან დიდი ტერიტორია და 40 ჰექტრამდე ტერიტორია, ეგრეთ წოდებული პანკექსდეილის ზოოპარკი, სადაც გაცილებით უფრო ფართო ვოლიერებში ეს ცხოველები ბინადრობენ. ანუ ასეთი მოდელი ალბათ ეს არის, ესეთი ძალიან ბევრია. იგივეა ბერლინში, სადაც 2 ზოოპარკია, ასევე არის ლონდონში, თუმცა ლონდონის ზოოპარკი არც ისე პატარა, მაგრამ მას მაინც აქვს ქალაქგარეთ ასე თქვათ ასეთივე ბაზა, ასეთივეა ვაშინგტონის ეროვნული ზოოპარკი, ამასაც ქალაქში მდებარეობს და ესეც საკმაოდ დიდი ზოოპარკია თავისთავად, თუმცა ქალაქგარეთ მას აქვს ესეთი ფილიალი. ალბათ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენს რადიო მიმართულებითაც უნდა წავიდეთ. მოგზაურობებსაც შეეხება, მაინც ჩვენი გადაცემის ფორმატი მოგზაურობაა. რომელ მოგზაურობას გაიხსენებდით, აი ბოლო დროინდელს თქვენი პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე? ჩემი პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ ყოველთვის აფრიკა გაგახსენდება. ესე გავიფიქრე პირდაპირ აღარ გითხარ. პირველ რიგში, აფრიკაში საკმაოდ ხშირად მიმოგზაურია, ნუ იქაც მყავს. ანუ მაქვს უბრალოდ დამორჩეული ადგილი, ეს გახლავთ ტანზანია. კონკრეტულად უფრო შემიძლია თქვა ეს გახლავთ სერენგეტის ეროვნული პარკი, რომელშიც არის რამდენჯერაც არ უნდა მოხვდი, ალბათ ყოველთვის სიამოვნებით. მაყურებელს აუხსნათ, რომ ძალიან იოლია მოხვედრა, ვიზა არ ჭირდება, პირდაპირ შეუძლია ყატარის ავიახაზებით გადაფრინე კილიმანჯაროში და იქიდან ან თურქეთის ავიახაზებით. არ ჩამოგვერთოს რომელიმე ხაზების რეკლამაში, შეუძლიათ უვიზოთ ჩააღწიონ და მიიღონ ეს საზღვარზე მიიღონ ვიზა. ერთადერთი რაც დაჭირდება, სერტიფიკატი დაჭირდება ყვითელი ცხელების შესახებ და შემდეგ მათ უკვე კილიმანჯაროსთან არის ძალიან ბევრი. ყველა სერენგეტის, ტარანგირის ნებისმიერი ეს ანუ ერთ-ერთი ეროვნული პარკში მოხვედრაც უკვე ძალიან დიდი სიამოვნება არის და ძალიან საინტერესოა. ასეთ დადებით ნოტაზე დავემშვიდობოთ მაყურებელს. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბარი გამოვიდა. მაყურებელსაც მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.